21 იანვარი ჩახუტების მსოფლიო დღეა საერთაშორისო თარიღი უკვე მეორედ საქართველოს დედაქალაქშიც აღნიშნეს. თბილისი დღეს ორიგინალურმა აქციამ მოიცვა, რომლის მონაწილეები ჩახუტების ვირუს სპეციალური სტიკერებით ავრცელებდნენ. რუსთაველის გამზირზე დაწყებული ფეხით მსვლელობა ოლიმპიურ სოფელში დასრულდა. რა კავშირშია დღევანდელ აქციასთან ხოხობი, რომელიც სალომე ქოქიაშვილსაც ჩაეხუტა, ვნახოთ რეპორტაჟში. ხმაურიან და რიტმით დაღლილ ქალაქში, სადაც მუქი ფერი დომინანტია, ფერადი განწყობა მოულოდნელად გაჩნდა. ჩახუტებას როგორც სასიამოვნო ჟესტსა და უბრალოდ სითბოს გამოხატვის ყველაზე მარტივ მეთოდს მსოფლიოში თავისი დღე აქვს 21 იანვარი. წელიწადის ამ დროს ადამიანები დედამიწის ყველა კუთხეში ჩახუტებით ერთმანეთს კეთილ განწყობასა და ბედნიერებას უნაწილებენ. თანაც ამ კონკრეტულ დღეს ხმამაღლა იხსენებენ იმას, რომ სიყვარულსა და ჩახუტებას კონკრეტული თარიღი არ სჭირდება. ძალიან კარგი ტრადიცია. სიყვარულის გამოხატვა შეუძლია ყველას. რა კარგია, სიყვარულს დაჯობი, სითბოს დაჯობი. გადამდები ჩახუტების თბილისის ქუჩებში გავრცელება წელს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტმა გადაწყვიტა. მოხალისეთა მსვლელობა სიმბოლურად ოლიმპიური უკუათვლის საათიდან დაიწყო და მალე დედაქალაქის ქუჩებს მოედო. დაახლოებით 1 საათში კი ათასობით გამველმა გაიგო თბილისი 2015-ის ოფიციალური სიმბოლოსგან. ხოხობ პიკისგან ის, რომ სტრესის მოხსნისთვის, სისხლის წნევის რეგულაციისა და გულისცემის რიტმის აღდგენისთვის ჩახუტება ყველაზე მარტივი წამალი იყო. ეს არის საკმაოდ პოზიტიური დღე, როდესაც ვეხუტებით ხალხს გადავცემთ სითბოს. ეხლა დუბინად გაჩვენებთ, რას ნიშნავს ჩახუტების დღე? სწორედ ჩახუტებით გაიცნო ქალაქმა პირველად ხოხობი პიკი, რომელიც 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მთავარი მასპინძელი იქნება. მისი დამხმარე მოხალისეები კი გამრელებს საგანგებო სტიკერებს აკრავდნენ. გახდი მოხალისე და იხალისე. ამ წარწერებს აქციის მონაწილეები ატანდნენ ყველას, ვისაც ქუჩაში ჩახუტების გავრცელებას თხოვდნენ. მინდა მოგილოცოთ ყველა საერთაშორისო ჩახუტების დღე და შემოგვიერთდით, გახდით მოხალისეები. გილოცავთ. ჩახუტებამ დღის ბოლოს თბილისი 2015-ის ოლიმპიურ სოფლამდეც მიაღწია, სადაც ფერადი და ხალისიანი განწყობა მოხალისეებმა სოფლის მაშენებლებსაც გადასცეს. ჩავეხუტეთ, გაუბედნიერეთ დღე და მხიარულობ და ვეხუტებით ერთმანეთს. ყველაფერი კარგი არის, ლამაზია, რაც აქ გაკეთდა. პირველად ეს თარიღი ამერიკის შეერთებულ შტატებში აღნიშნეს 1986 წელს. მას შემდეგ ჩახუტების ვირუსი მსოფლიოს სწრაფად მოედო და ახლა ყოველ 21 იანვარს სითბოს გამოხატვის მარტივი ჟესტით ადამიანები კიდევ ერთხელ ახსენებენ ერთმანეთს, რომ სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა თანადგომა, რომელსაც დრო და ასაკი არ აქვს.